მოგესალმებით. ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალს ვესწრებით. ახლა არის ოქტომბრისთვის დასაწყისი. დიდი ალბათობით ეს გადაცემა გვიან გავა. უკვე გვეცოდინება თუ ვინ იქნება გამარჯვებული და ტრიუმფატორი ფესტივალის. ფესტივალის ფარგლებში როგორც ყოველთვის ხდება და ჩვენ მაყურებელმა უკვე იცის, გარდა ძირითადი საკონკურსო პროგრამისა არის მასტერკლასები, ინდუსტრიული პლატფორმის ფარგლებში იმართება პიჩინგის კონკურსი და არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება. მე მინდა წარვადგინო ახლა ჩვენი სტუმარი, რეჟისორი ნანა ჯანელიძე, რომელიც ჟიურის თავმჯდომარეა. წელს მოგესალმებით ქალბატონ ნანა, მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. პირველ რიგში უპირველეს ყოვლისა, მოდით კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ფესტივალებს ქვეყნის კინემატოგრაფის განვითარებისთვის. ეს იგი აი ქუთაისის წლევანდელი ფესტივალმა მე პირველად ვესწრები ასე თავიდან ბოლომდე პირდაპირ აღტაცებაში მომიყვანა თავისი მრავალფეროვანი პროგრამით, თავისი საქმიანი იერით, თავისი განმანათლებლური ღონისძიებებით, რომელიც არის ჩართული და არაჩვეულებრივად დიდი და საინტერესო პროგრამით, რომელიც შეიცავს როგორც საკონკურსო ფილმებს, ასევე სამწუხაროდ არასაკონკურსო ფილმებს, რომელიც საოცარი იყო, უბრალოდ ვერ ჩაეტია ქრონომეტრაჟის გამო, იმიტომ რომ რაღაცა მე მგონი 15 წუთი აქვს ქრონომეტრაჟის ლიმიტი და ესენი უფრო დიდი ფილმებია და ძალიან კარგი ფილმები არის და ცოტა მათზეც მინდა ვილაპარაკო, რომ არ დაიჩაგოს, იმიტომ რომ ეხლა არა გვაქვს უფლება რომ ვთქვათ გამარჯვებული ფილმები რომელია, მაგრამ აი რამაც დიდი შთაბეჭდილება დატოვა იმისგან, რაც მე ვნახე, ხა ყველაფერს ვერ ვნახავდი, იყო რამდენიმე ასეთი, გარდა ამისა იყო გერმანული პროგრამა თავისი ლექციით, რომელიც ეხებოდა Fassbinders, იყო პროგრამა იტალიურ კინოზე და საერთოდ იტალიური კინოს ფოკუსი იყო და არაჩვეულებრივი მსახიობი იყო ჩამოსული, რომელიც შესახებ ფილმიც იყო გადაღებული და გარდა ამისა აჩვენეს პაზოლინის ფილმები, იყო საოცარი ლექცია ხათუნა ცხადაძის, აჩვენეს ტორინო გუერასი და ფელინის ფილმი, ასე რომ ეს იყო უმდიდრესი, ძალიან საქმიანი პროგრამა, შემეცნებითი. ანუ შემეცნებაზე უფრო ვიტყვი, რომ გამანათლებელი, იმიტომ რომ ახალგაზრდა თაობამ შეიძლება არ იცოდეს უკვე ეს ძველი თაობის რეჟისორები და თან როდესაც ამას ახლავს ასეთი მაღალპროფესიული ლექციები, ხა ხათუნა ცხადაძის ლექცია იყო, ლიკა გურჯიძის სრულიად ახალგაზრდა კინომცოდნის ძალიან საინტერესო. ასე რომ ეს არის რაღაცა უმდიდრესი ფესტივალი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დარბაზები იყო სულ სავსე. ასე იგი ახალგაზრდები პირდაპირ იატაკზე იწვენ და ისხდნენ 4-ვე დარბაზში, იმიტომ რომ იმდენად სავსე იყო ეს ყველაფერი კულტურით, ინფორმაციით და მოვლენების გააზრებით. ამას გარდა ვფიქრობ, რომ უკვე მაყურებელშიც ამაღლდა ცნობიერება არა, იმიტომ რომ იყო დრო, როცა არ დადიოდნენ ადამიანები კინოთეატრებში, არ დადიოდნენ ფესტივალებზე, თითქოს თვლიდნენ, რომ მე საერთოდ სხვა პროფესიის ვარ, კინოსთან არის შეხება არ მაქვს და ეს ჩემთვის არ არის, მაგრამ აი ეს სტერეოტიპიც შეიცვალა. ალბათ შეიცვალა. იმიტომ რომ მეც მახსოვს აი თბილისის საერთაშორისო ფესტივალიც კი როდესაც ჩამოყალიბდა და აი პირველ წელს მე ვიყავი ჟიური, დარბაზები იყო ცარიელი. ეხლა იქაც ხო სავსეა, მაგრამ აი ქუთაისი პირდაპირ სასიხარულო არის და თან ძალიან კარგად იყო ორგანიზებული, ამასაც მნიშვნელობა აქვს, წუთი წუთზე ეწყებოდა ყველა ფილმი, ეს იყო რაღაცა ცეთი სუფთა წკრიალ არაჩვეულებრივი კარგი დონის დარბაზები და ყველაფერი იყო ძალიან კარგად ორგანიზებული. ასე რომ ქალაქსაც დიდი მადლობა, მე არ ვიცი ქალაქმა რამდენად მიიღო მაშინ მონაწილეობა, მაგრამ აი ქუთაისი ეხლა იყო სავსე, ბედნიერი, მხიარული ახალგაზრდები, რომლებიც თან დადიოდნენ ფილმებზე, თან მერე შეიქმნებდნენ და ძალიან დიდი მოვლენა ქალაქისთვისაც. ძალიან დიდი მოვლენა ტურისტული მიმართულებით, ვფიქრობ პოპულარიზაცია ხდება. უცხოელი სტუმრების შესახებ გვიანბეთ, ასევე იტალიელი მსახიობი ვახსენეთ. იტალიის ელჩიც კი ჩამოვიდა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ხა მისთვის ასეთი დიდი ის გაკეთდა ფოკუსი იტალიურ კინოზე, ესე იგი იყვნენ როგორც კლასიკოსები, ისევე ახალგაზრდა ოპერატორი და რეჟისორი, რომელსაც დედამისი გადაიღო. ძალიან საინტერესო საათნახევრიანი დოკუმენტური ფილმი არის დედაზე, რომელიც იყო ყოფილი მოდელი, ულამაზესი ქალბატონი არის, რომელიც კითხულობდა ლექციებს ხუთ უნივერსიტეტში მოდის შესახებ, ანთროპოლოგიის შესახებ. და ეხლა არის უკვე 94 წლის ქალბატონი, ეს იყო ჩამოსული აქ და ნუ საოცარი ოვაციებით შეხვდა დარბაზი, იმიტომ რომ ეს იყო მაღალი დონის ფილმი,
მაღალი დონის მსახიობი. I really would like to kind of give voice to my mom again as a young woman. Modella, giornalista e docente, Benedetta Barzini. La mia persona non è fotografabile. Che significato ha la continuazione della vendita dei nostri corpi senza nessuna qualità o talento? საერთოდ რა სიტყვით ქართველ მაყურებელზე თავშეკავებულია თუ პირიქით ემოციურია თქვენი თვალთახედვით? იცით იმიტომ რომ ხშირად აი როგორც რეჟისორსაც მინდა გკითხოთ, რეჟისორები უცხოეთში პრემიერაზე მეტად აი საქართველოში პრემიერაზე უფრო ღელავენ, იმიტომ რომ გონიათ რომ უფრო სკეპტიკურია თითქოს ქართველი მაყურებელი განსაკუთრებით ქართველი რეჟისორების მიმართ. მე ვფიქრობ, რომ ეხლა უკვე შეებრუნდა ყველაფერი, იმიტომ რომ აი ეს არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ სწორედ ქართულ ფილმებზე კიდე განსაკუთრებული ამბავი ხდებოდა, იმიტომ რომ რამდენჯერმე მოუწიათ ფილმების ჩვენება, იმიტომ რომ ვერ დაკმაყოფილდა ის რაოდენობა ხალხისა და მაინც გამოვყოფ არა საკონკურსო ფილმებს, იმიტომ რომ ესეთი აღტაცებული ვარ ამ ფილმებით, რომ მინდა რომ ყველამ ნახოს ეს ფილმები და მათ კონდეთ ჯეროვანი დაფასება, იმიტომ რომ ჩვენ აღარ ვიცით რა სივრცეში აჩვენებენ ფილმებს, ალბათ კინოთეატრებშიც აჩვენებენ, მაგრამ ჯერთ აი საინტერესო იყო, რომ დოკუმენტური ფილმები გახდა აი ასეთი მაღალი დონის, ეხლა უნდა გამოვყვა აუცილებლად ფილმი 9 თვიანი კონტრაქტი, ეს არის ქალთა პატარა გუნდის მიერ შექმნილი და ეს არის სუროგატი დედების შესახებ. საოცარი მოქმედი პირით ეს არის ვახტანგაშვილი არის ამ ქალბატონის გვარი, რომელიც სუროგატი დედა არის და ეს არის ისეთი ფართე გაგების ფილმი, ისეთი სიღრმის ფილმი, რომელიც აჩვენებს მარტო ხელადედის პრობლემას, ქვეყანაში არსებულ პრობლემას, ქვეყანაში არსებულ ასე ვთქვათ შავ ხვრელებს, რომლის შესახებ ჩვენ არც კი ვიცით, გვინდა რომ ვიცოდეთ, იმიტომ რომ რაღაცა თბილად ვართ მოწყობილი სხვა სამყაროში და იქ ესე იგი რა დიდი ტკივილი, რა დიდი პრობლემები, რა მიუსაფრობა სუფევს და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამ ქალბატონებს, რომლებიც შექმნეს ეს ფილმი. ესე პროდიუსერები არიან ანუკა ხაზარაძე და ნინო ჩიჩუა და ამ ფილმის ნახვა მე მგონი მარტო ჩვენ კი არ უნდა მოვახერხოთ მაყურებლებმა. აუცილებლად უნდა ნახონ პოლიტიკოსებმა, იმიტომ რომ ყოველი დოკუმენტური ფილმი ეს არის ძახილი, ეს არის ყვირილი პრობლემის შესახებ და ძალიან მხატვრულად გაკეთებული. ძალიან ადამიანურად. ანუ ეს არ არის სატელევიზიო სიუჟეტი. ეს არის ხორცავსე, ასე იგი, შეიძლება ითქვას მხატვრული ნაწარმოები თავისი ზემოქმედების ძალით. და აი ეს უნდა ნახო, მე მახსოვს საფრანგეთის კინოცენტრის დირექტორი ერი გარანდო ამბობდა, რომ ჩვენ უნდა გავიგონოთ ყოველი სოფლის ხმა, ღობის იქით რა ხდება, ყველაფერი უნდა ვიცოდეთ და ზუსტად მამითხრა პირველად, რომ პოლიტიკოსებმა უნდა ნახონ თუნდაც რომ შეიგრძნონ რა ხდება მათ ქვეყანაში და რომ რაღაცნაირად ემსახურონ ამ ქვეყანას. აი ეს ფილმი ამ დონის ფილმი არის. გოგო აურ დონეზე ვიცი ფარში. ანუ კარგად ვიცი. შენი ოცნება რა არის? რა ვიცი, ადრე სახლი იყო, მაგრამ ახლა შენი განათლება და კარგად ყოფნა. კარგად ყოფნა ოცნება არ არის. ოცნები უნდა იყოს დიდი და მომაჯერებელი. სამსტომარი ვიყავით რამდენიმე თვის წინ თეთრი კვადრატის და იქაც საუბრობდით ამ თემაზე. შეუძლია პოლიტიკური რაღაც ლანდშაფტის, კლიმატის, გარემოს შეცვლა, თუნდაც ასეთ რეალისტურ ნამუშევრებს. აი მე ამ ფილმით დავწმუნდი რომ შეუძლია. იმიტომ ეს ქალბატონი მთავარი მოქმედი პირი ცხოვრობდა ქუჩაში და რეჟისორმა პირველად მასზე გადაიღო პატარა ფილმი 10 წლისი. ქუჩაში ცხოვრობდა, აი პირდაპირ ამ გაგებით. საბრებს აფენდა სადღაც მიყოვებულ ბაღებში. და ამ ფილმმა ისე იმოქმედა საზოგადოებაზე, რომ ამ ქალბატონს დაუქირავეს სახლი და აი ეხლა ამ ფილმმა კიდევ თვითონ მასშიც შუა მე მგონი საკუთარი თავის რწმენა, იმიტომ რომ სკოლა დაამთავრა და უნდა რომ ჩააბაროს იურიდიულზე, რომ დაიცვას
მიუსაფარ ბავშვთა სუროგად დედების უფლებები. აი, მე მგონი მთელი ქვეყანა უნდა დაეხმაროს მას, მთელი სახელმწიფო უნდა დაეხმაროს, რომ ჩვენ ეს რაღაცა გადავწყვეტოთ. ძალიან მნიშვნელოვანია. აი, ეს ის შემთხვევა, როდესაც ხელოვნება ზემოქმედებს ცხოვრებაზე და ცვლის მას. ნუ აი, პირდაპირ ტაში ამ ქალებს, ამ საოცარ ქალებს. აი, ბოლო დროს ძალიან აქტუალურია დოკუმენტური კინო, ვახსენეთ და მართლაც ასეა, თითქოს ახალი ერა და ახალი ეპოქაა ხა ქართული დოკუმენტური კინოს ცხოვრებაში. იცით რა, ესეც არის დიდი მომზადების და დიდი შრომის შედეგი, იმიტომ და ვახსენო აქ სალომე ჩაშის და ანეძე აფშიპას ორგანიზაცია, რომელსაც ქვია დოკა და უკვე წლების განმავლობაში ისინი მუშაობენ ახალგაზრდებთან, რომ შეასწავლონ მათ როგორ უნდა გადაიღონ დოკუმენტური ფილმები. თვითონაც ძალიან კარგი დოკუმენტალისტები არიან. გარდა ამისა, სისტემატურად ატარებენ ვორქშოპებს, ინეკა ესმითი არის ახლა ჩამოსული აქ და ისიც ამაში ეხმარება და აიცით, აი მე მგონი 10 წელი უკვე ისინი არსებობენ და არაჩვეულებრივი ჭირნახული, აი არაჩვეულებრივი შედეგებია, იმიტომ რომ აი ეს ფილმები ახლა რაც მე ვყვები, შეუძლებელია ესე ცარიელ ადგილზე გაჩენილი იყო. ანუ ეს არის სრულიად სხვა ტიპის ფილმები. არა ის როგორც იყო ჩემს ბავშვობაში, ჩვენს ახალგაზრდობაში დოკუმენტური ფილმები. აქ ადამიანები ახერხებენ, რომ აი პირდაპირ შეძრენ იმ ცხოვრებაში, რომლის შესახებ ჩვენ არაფერი არ ვიცით და ფაქტობრივად ხდებიან უხილავნი მოქმედი პირებისთვის. ამიტომ ისინი არიან ძალიან ბუნებრივი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა მაინც კიდევ ვთქვა, ძალიან კარგი ფილმი არის სტუდენტების მიერ გადაღებული სტუდენტურ პროტესტებზე და ეს არის მე არ ვარ ნეო. საოცარი ფილმი არის. აი ამ ახალგაზრდებზე, ვინც აპროტესტებდა ანდრო ჭიჭინაძის და ამ ადამიანების დაჭერას და დაპატიმრებას და აი როგორი ფეთქავს, იცით, ეს ახალგაზრდებში ეს წყურვილი, სურვილი თავისუფლების, დახმარების საოცარი ფილმი ეს ყველა უნდა ნახოს. ასევე მინდა აღნიშნო, მხატვრული ფილმი იყო, თითქმის დოკუმენტურია, მილი, პატარა სამ ბიჭზე. ეს ისეთი პოეტური ფილმი არის, აი პირდაპირ არის რაღაცა ბავშვობის სადმე მიძღვნილი, რა ვიცი, ალბათ ძეგლი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ისაც ჩვენში ყველაში ცხოვრობს პატარა ბავშვობის რაღაცა პატარა გამოცდები, რომლის შედეგად ჩვენ დიდები ხდები და ჩვენ თავში რწმენას ისე მოვიპოვებთ ხოლმე. ეს ფილმიც ყველა უნდა ნახოს. ეხლა რაც გამახსენდა ასე. ნუ საკონკურსო პროგრამაც ძალიან საინტერესოა. ავედი. რაზეც საუბრობდით, ეს თითოეული ისტორია არის ძალიან ემოციური, იგივე ჩვენ მოვისმენთ პიჩინგის პროგრამას და იქაც იგეგმება ისეთი ფილმების გადაღება, რომლებიც ეხება ლოკალურ თემებს, თუმცა თანმარადიულს, ზოგად საკაცობრიოს, ძალიან ქართულს, ავთენტურს, ძალიან საინტერესო არის. თუმცა აქ არის ერთი ნიუანსი. თითქოს ჟანრობრივი მრავალფეროვნება არ არის კინემატოგრაფის კუთხით. ოღონდ ის, რომ სხვადასხვა ჟანრის ფილმები აწარმოოს ქვეყანამ, რაღაც მომენტში ალბათ იქ სოციალური მდგომარეობა სხვაგვარი უნდა იყოს ქვეყანაში შეგვიძლია ვთქვა. აი, რატომ აღარ ვკიდებთ ხელს კომედიებს? რატომ სამიზნო ფანტასტიკა გასაგებიც არის ამ შემთხვევაში დიდ ხარჯებიდან არის დაკავშირებული გადაღების პროცესი, თუმცა ძირითადად მაინც სოციალური დრამები დგას ავანგარდში, რაც თავისთავად ცხადია მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რეალობას ირეკლავს. თუმცა რა შეიძლება შეიცვალოს იმისთვის, რომ მრავალფეროვანი გახდეს ეს პალიტა. მე თანხმებით, ნამდვილად ასე არის და ეს აუცილებელი არის ელემენტარული რაღაცა. დიდი დაფინანსება ჭირდება ჟანრულ ფილმებს, კომედიასაც, მიუზიკსაც. ეს არის დიდი დაფინანსების ფილმები, სხვადასხვა დიდი ცოდნაც უნდა ამას, მაგრამ როგორც კი დაეხმარებით, თუნდაც ფინანსურად იმ წამსვე ეს შემოქმედებითი ძალებიც იხვეწება და უკვე ამაზე მუშაობენ. ასე რომ ეს არის ელემენტარული რაღაცა. დიდ აი ასეთ ჟანრულ ფილმს უნდა
ნამდვილად დიდი დაფინანსება და იმ წამს ეს წარდგება ხოლმე. თუ კოპროდიუსერი, ქვეყანა, სხვა ქვეყანა, უცხო ქვეყანა დებს ინვესტიციას ფილმში, აი თქვენი როგორც რეჟისორის აზრი მაინტერესებს, იმიტომ გიმშავიათ ხომ არა კოპროდუქციას. იქ უკვე რაღაც მომენტში რეჟისორი, რომელიც ავტორო კინოს ქმნის, არტ-ჰაუს კინოს, რაღაც მომენტში ხვდება, რომ უფლებები რაღაცებზე აღარ აქვს. აი ამ შემთხვევაში თქვენი რეაქცია როგორია? რას თმობთ, რისი დათმობა შეგიძლიათ, რას ვერ თმობთ? თან დაფინანსება და რეალიზება ხდება პროექტის, მაგრამ იქ რაღაც შეიძლება ძალიან საკრალური და მნიშვნელოვანი დაიკარგოს, იმიტომ პროდიუსერმა ასე გადაწყვეტა. კი, არის ესა და ჩვენ იმ ეპოქიდან მოვდივართ. მე პირადად, როდესაც რეჟისორი იყო მთავარი და ვერანაირ გაბედავდა გარდა სახელმწიფო ცენზურისა, მაგრამ ისიც რაღაცა ყოველგვარი დათმობებს ჩვენ მივდიოდით რა და უამრავი არაჩვეულებრივი ფილმია გადაღებული ზუსტად ძალიან მძიმე ცენზურის დროს, მაგრამ კულტურა ისეთი მრავალფეროვანი არის, რომ როგორც პატარა წყლის რაღაც ნაკადული პოულობს გზებს, რომ მაინც თავისი სათქმელი თქვას. ამიტომ მაშინაც გვიწევდა ჩვენ ეს და აი ეს ჭიდილი პროდიუსერთან უკვე კოპროდიუსინგის შემთხვევაში ნამდვილად გასათვალისწინებელია და ეს ტრამბაც არის რეჟისორისთვის, მაგრამ ერთგვარი პროფესიონალიზმიც არის, რომ მან რაღაცა უნდა იპოვნოს თავის თავში, შემოქმედებითი პროფესიული რაღაცა ხერხები, რომ სხვანაირად მოაწოდოს. ამიტომ ესეც მიჩვევის ამბავი არის და ეხლა საქართველოს მაინც არის კონცენტრირებული საავტორო კინო, როდესაც შენ გამოცდილება, შენ თვალთახედვას აჩვენებ და აი ეს ჟანრული კინო არის უკვე დიდი ბიუჯეტის ფილმი და იმას ერთგვარად მაინც სხვა პროფესიონალიზმი ჭირდება, კიდე სხვა დონის ავტორს. თქვენ როგორ ფიქრობთ ესე წარმოვიდგინოთ მაგალითად ეს ალტერნატიული რეალობა, როცა არის ისეთი დაფინანსება, როგორც სულთ რეჟისორებს, მიუხედავად ამისა, ეს თითქოს გარკვეული ავთენტურობა უნდა დაკარგოს ქართულმა კინომ და გახდეს იმ კომერციის ნაწილი და აწარმოოს და შემოსავალი გაიზარდოს, თუ მაინც ჯობია რომ შექმნას art-house ნარატივი, რომელიც ყველა ვაცნობერებთ, რომ არ არის ყველასთვის. მე მგონი ეს ერთმანეთს არ შეუშლის ხელს, იმიტომ შეუძლებელია რომ ხა თუ საერთოდ გაქრა ქართული ხასიათი, მაშინ ეს თავისთავად მოხდება. თუ დავკარგავთ ქვეყანას, მაგრამ ნუ მაინც ისევ და ისევ ვამბობ, რომ აი დიდ საბჭოთა კავშირში რაღაცა ჩვენ შევინარჩუნეთ, თუმცა ეს მაშინ რაღაც ერთგვარი პოლიტიკაც იყო, რომ ყველა რესპუბლიკას ასე ვთქვათ, ქონოდა ნაციონალური შინაარსით და სოციალისტური ფორმით, თუ პირიქით აღარ მახსოვს, რაღაცა ეს სულ იყო ამით თამაში ამ სიტყვებით და ეს იცით რა არის ხა ფაქტიურად ეს არის ხასიათი რა, ხასიათი რომელიც მარტო სოციალური გარემოთი არ იქნება. ძალიან ბევრი ფაქტორი ქმნის ერის ხასიათს, ამიტომ არ ამგონია ეს ასე უცებ და სწრაფად დაიკარგოს. აი თუნდაც ეს პროტესტის ტალღა, რომელიც 300 დღეა, ხო უკვე გრძელდება, რამდენი დღესასწაული იყო შიგნით, იმიტომ ეს ადამიანები შიგნით ატარებენ დღესასწაულს, ეს კიდე სხვა ფენომენი არის, როდესაც აი ასე დროსაც კი შეგიძლია რომ რაღაცა სიცოცხლე გიყვარდეს და საერთოდ გრიგოლ რობაქიძე ამბობდა, რომ ქართული ხასიათი ეს არის სიხარულზე დაფუძნებული ხასიათი და სხვათა მოყავდა ქართული ჯვარის, რომელიც იყო ვაზის რტოები და ქალის ხმით გადახვეული, რომელიც მერე მოიღებს ნაყოფს. ამიტომ ეს რაღაცა ძალიან სიღრმისეულად არის ჩვენში ჩადებული და სხვათა გრიგოლ რობაქიძის აზრი მერე აიტაცა მერე მამარდაშვილმა და მან თქვა, რომ ქართული ხასიათი არის სიხარულზე დამყნობელი და შეუძლებელია რომ ეს წაიშალოს. ამიტომ მე მგონი ამასთან გავუფრთხილდეთ ჩვენ და ვიცოდეთ რომ ჩვენ ამაზე ვდგევართ, რაც არ უნდა სიძნელები შეგვხვდეს და ჟიურის წევრის ამპლუა რა პასუხისმგებლობასთან ასოცირდება, ესეც გაგვიზიარეთ, თითქოს ერთი შეხედვით ხვდებით, რომ რთული იქნება, მით უმეტეს, როცა ასეთი პალიტრა ძლიერი ფილმების და იმდენი ფავორიტი გაქვთ და რაღაცა ერთი უნდა ამოირჩიოთ. თუმცა აი ჩვენ მაინც ვერ ვხედავთ რაღაცებს, რას განიცდის ჟიურის წევრი, როგორი ემოციურია მისთვის გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ რომ ის გრძნობს, რომ ფაქტობრივად ადამიანის პროფესიული ბედიც კი უნდა გადაწყვიტოს, ხო? იმიტომ რომ ვიცით, რომ წარმატებაზე ადამიანები როგორ რეაგირებენ, დამარცხებაზე როგორ შეიძლება ვიღაცისთვის იყოს დესტრუქციული, ან პირიქით სტიმულის მიმცემი, ეს არავინ იცის. ამიტომ ძალიან საპასუხისმგებლო. ვიცით რა, ჯერდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენი ჟიურის წევრებს, ესენი არიან შემდეგი თაობა, ახალგაზრდები არიან და ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უთქებიან და ძალიან ზეგუდასმით ვარჩევთ ყოველ ფილმს და მართლა განცდები გვქონდა, რომ
არ დაჩაგრულიყო რომელიმე და მოკლედ ეს იყო ხანგრძლივი კამათი, თუნდაც ეხლაც ჩვენ ვართ განცდებში, როგორი უნდა გავაკეთოთ განსაზღვრება, როდესაც ფილმს წარადგენს დასაჯილდოებად, როგორი უნდა იყოს ამ ფილმის, ასე ვთქვათ, განსაზღვრება, რისთვის აძლევ და და რაღაცა ყოველთვის ვარ მომხრე ძალიან მოკლედ თქვას, ისინი რაღაცა მთელ ესეებს წერენ და ამაში ვფიქრობ, ალბათ არის ჩვენ თაობების განსხვავება, რომ ჩვენ მიჩვეულები ვიყავთ, უყურებთ ძალიან მოკლედ და ხარტი უნდა იყოს. აქ აი პირდაპირ ესეთ ხელოვნებაცნობ მიმებს წერენ, ასე პატარა ნოველებს. ხო, მე ამას ვეწინა. მე საერთოდ ძალიან ვფრობები დროს, ეკრანულ დროსაც და ქაღალდის დროსაც და აზრის მხრივ, აზრი შეიძლება ხარტად გამოითქვას. ამიტომ ვართ ახლა ამ ჭიდილში და ნუ რასაკვირველი ვუთმობ, იმიტომ რომ მგონია რომ რახან ისინი ახალგაზრდებია, რაღაცა მათ მეტი შეიძლება რაღაც უფრო საინტერესო კუთხე ქონდეთ. მაგრამ ისე არაჩვეულებრივი ჟიურია, მინდა ვთქვა ისიც რომ ფაქტიურად მთელი ჟიური არიან ქართველები, რომლებიც ცხოვრობენ უცხოეთში და მათი კიდევ გამოცდილება არის ძალიან ევროპული და ამ ხერ ძალიან საინტერესო არის და ძალიან მიხარია რომ ისინი გავიცანენ. აი ესეთი სკეპტიციზმიც არსებობს ზოგადად ქართული იმ ღონისძიებების შესახებ, სადაც ადამიანები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ხომ, რომ იქ აუცილებლად იქნება ნეპოტიზმი. არა, ეხლა მე რაც არ უნდა კარგი ფილმი გადავიღო, იქ უკვე წინასწარ იციან, ვინ იქნება გამარჯვებული. აი ეს შეხედულებაც ნელ-ნელა იცვლება, როგორ გქონიათ, თუ ჯერ კიდევ მუსირებს ეს აზრი. სამწუხაროდ მუსირებს ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან ნამდვილი ამით თავის გამართლება, რომ შენ თუ რაღაცა ვერ მიიღე, იმიტომ ვერ მიიღე რაღაცა გარკვეული ნეპოტიზმი იყო. ეხლა ამ შემთხვევაში ნამდვილად ეს აბსოლუტურად გამორიცხული არის ჩვენ შემთხვევაში და მე დარწმუნებული რომ ბევრ ასეთ სხვადასხვა ასეთ კონკურსებზეც ეს გამორიცხულია, თუმცა ყოველთვის ვიღაცა ეტყვის, რომ ის ნათესავი იყო, ის მეგობარი იყო და ამას ეს არის ადამიანის ბუნება. რომ ხანდახან თავისთავად გაიმართლოს და ცოტა სისუსტეც ალბათ. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი ყოველ ჯერზე ძალიან საინტერესო ბრძანდებით, გულმოდგინებით გისმენთ და ჩვენს მაყურებელს ძალიან უყვარხართ. დიდი მადლობა და ძალიან კარგია თქვენი გადაცემა და ისევ ვიმეორებ, რომ არის ერთადერთი პროფესიული გადაცემა კინოზე და ნამდვილად სულ მოიფრინოთ ველოდი. ხო, დიდი მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ დროებით. მადლობა.